არსებობს ადგილები, რომლებიც რუკაზე მხოლოდ წერტილია, მაგრამ არსებობს ადგილები, რომლებიც ადამიანის მეხსიერებად იქცევა. ადგილი, სადაც ადამიანი იბადება და იზრდება, არასდროს კრება მისგან. ის რჩება მის ისტორიაში, მის ხასიათში და მემკვიდრეობაში. საჩხერის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სოფელი არგვეთი. სოფელი, სადაც დრო თითქოს ჩერდება, სადაც ყოველი ბილი, ქვა და ხე წარსულს ინახავს. შორიდან სიაგის თოვლიანი მწვერვალები დახურებს ამ მიწას, როგორც უხმომცველი მისი ისტორიის. ამ ეზოში ერთი ქვა ინახავს ისტორიას, რომელიც მხოლოდ წარსული არ არის. ის ისტორია აქ ამოკვეთილია სახელი კაცია იაშვილი. კაცი, რომელიც თავის ეპოქაში ღირსებას, ერთგულებას და სიმამაცეს ატარებდა. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ სოფელ არგვეთში მე-18 საუკუნის შუა ხანებსა და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა კაცია იაშვილი. ის იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ მეორის დროშის მტვირთველი იყო. ეს იყო არა მხოლოდ თანამდებობა, არამედ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. კაცია იაშვილის ფესვები რაჭიდა. სოფელს ომიწოდან იყო და სწორედ ეს ადგილი მამული უბოძა მას მეფე. მის მიერ დარგული კაკლის ხე 3 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა ამ ეზოში. ფესვები სიცოცხლისა და დროის სიმბოლოდ ქცეული. დღემდეა შემორჩენილი მისი სახლის საივლის სვეტი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ისტორიას. კაცია იაშვილს 2 ვაჟი ჰყავდა: როსტომი, იოსებ იაშვილის მამა და დავითი, პაოლო იაშვილის პაპა. სწორედ ამ გარემოში, სადაც ბაბუის სიბრძე და ოჯახის ტრადიციები ყოველდღიურ ცხოვრებას აყალიბებდა, იწყება იოსებ იაშვილის გზა, რომელიც მოგვიანებით ქართული კულტურის მნიშვნელოვან კვალად იქცა. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ბაბუას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დედის გავლენაც. მისი დედა, ნინო წერეთელი, განათლებული და გავლენიანი ოჯახიდან იყო. იგი გახლდათ 16 და ოქრობი წერეთლების და, ასევე საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, გიორგი წერეთლის მამიდა. იოსებმა ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა და განსაკუთრებული სიყვარული გამოავლინა ქართული ისტორიისა და მწერლობის მიმართ. იგი პოეტიც იყო. მისი ლექსები, აკროსტიხები და ჩანაწერები დღემდე ინახება მის ოჯახში. (1890) წელს მან საკუთარ სახლში უფასო სკოლა გახსნა. დედასთან ერთად ასწავლიდა გლეხის შვილებს წერა-კითხვას, ანგარიშსა და ლოცვებს. ეს იყო ადგილი, სადაც ცოდნა პირველად გახდა ხელმისაწვდომი. იოსებ იაშვილი მეგობრობდა აკაკი წერეთელთან. მათ შორის მიმოწერა დღემდე საარქივო ფონდში ინახება, რაც მის შემოქმედებით და საზოგადოებრივ აქტიურობას ადასტურებს. აკაკი წერეთელი აფასებდა იოსების ნიჭს და მოუწოდებდა ფართოდ გაეცნო საზოგადოებას მისი შემოქმედება. იოსების სახელი საზოგადოებაში ფართოდ იყო ცნობილი. მისი საქმიანობა მხოლოდ ლიტერატურითა და განათლებით არ შემოიფარგლებოდა. საარქივო ფონდებში დღემდე ინახება დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ იგი გიორგი წერეთელთან ერთად მონაწილეობდა იმ დროისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების, ნავთობისა და გაზის მოპოვების კვლევით სამუშაოებში, სოფელ ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ იოსებ იაშვილი იყო არა მხოლოდ მწერალი და განმანათლებელი, არამედ იმ ეპოქის აქტიური მოაზროვნე, რომელიც ქვეყნის განვითარების პრაქტიკულ პროცესებშიც მონაწილეობდა. იგი ამ ქვეყნიდან მშვიდად წავიდა, თითქოს ბედნიერადაც კი, რადგან არ მოსწრებია მეფის რუსეთის დამშელი რაზმების მიერ მისი მშობლიური კერის განადგურებას და არც თავისი უსაყვარლესი შვილის, ლადო იაშვილის ტრაგიკულ დაღუპვას. ლადო იაშვილი ასევე საზოგადო მოღვაწე იყო, სიმართლისა და დაჩაგვრთა უფლებების დამცველი. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ „ჯეჯილში“, შავ-ბიჭას ფსევდონიმით და იმდროინდელ საზოგადოებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. იოსებ იაშვილმა, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, ოჯახს დაუტოვა ეპიდემია. მეც შემხვდა რიგი სოფლიდან გასვლას. ხედავ, მიწაში თავებია. ამ ხვეთს ვერავინ ვერ ასწდება, ვერც ჭკვიანი და ვერც აფრიკიანი. ღმერთმა იცის, ძმის საზიანოდ კვეთდა და არასდროს არ გამიღვია. დღეს ეს ისტორია მხოლოდ წარსული აღარ არის. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მომავალ თაობებს ეკუთვნის. ეს არის გზა, რომელიც წინაპრებმა გაკვალეს და პასუხისმგებლობა, რომ იგი ღირსეულად გაგრძელდეს.